ნანუკა ქაჯაია მოგიყვებათ, ნანუკა გისმენთ. დიახ, რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გადაწყვეტილება ალეკო ელისაშვილი ტერორიზმის მცდელობის მუხლით დამნაშავე ცნო სასამართლომ და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჩვენთან ერთად ვიყოფება ახლა ალეკო ელისაშვილის მეუღლე და პირველ შეფასებას მოვისმენთ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ქალბატონინი, რას გვეტყვით ამ გადაწყვეტილებაზე? თქვენს გქონდათ მოლოდინი და ალეკოსაც, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა პოლიტიკური და იქნებოდა ალეკო ელისაშვილი დასჯილი. რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი ქონდა, ალექსანდრეც ციხიდან ადვოკატების მეშვეობით ამას გვითვლიდა, ასე ვთქვათ, რომ არ ინერვიულოთ განაჩენი იქნება ყველაზე მკაცრი. ვარაუდობდა, რომ 12-13 წელს მიუჯიდნენ და ახთა მისი მოლოდინიც. რა თქმა უნდა, ეს განაჩენი დადგა 8 თვის წინ, როდესაც პაპუაშვილმა პირველად გამოაცხადა, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი. ეს განაჩენი მაშინ გადაწყდა და მაშინ მიუსაჯეს რეალურად. დანარჩენი ეს მთელი 8 თვის განმავლობაში ჩვენ უყურებდით ცირკს, რომელიც იმართებოდა აი ამ შენობაში და მართავდნენ ამ შენობის თანამშრომლები, ასე ვთქვათ. და უბრალოდ დღეს მათ არ ვიცი, ფაქსით მოუვიდათ ქართული ოცნებისგან იმეილი თუ წერილი თუ როგორც არის, რომ ეს განაჩენი უნდა გამოაცხადოს გიორგი გელაშვილმა და მან ქართული ოცნების დავალება შეასრულა და განაჩენიც გამოაცხადა. რას აპირებს ალეკოს? თქვენს როგორ ფიქრობთ, როგორ გააგრძელებთ სამართლებრივ დავას? ალბათ ქვეყნის შიგნით ყველა ინსტანციას მოიწვია. კი, რამდენადაც ვიცი, ქვეყნის შიგნით ყველა ინსტანციას გაივლიან ადვოკატები და ალექსანდრე არის კარგად. ალექსანდრე იცის შეგნებულად გააკეთა ის, რაც გააკეთა, მან გამოხატა პროტესტი, ის მზად იყო ამისთვის. და ერთი წიგნი უკვე არა საშინელებაა, კი, რა თქმა უნდა. ეს რამდენად ტერორიზმი, ესე იგი 11 სექტემბერიც ტერორიზმი იყო. ეს რაღაცა 2 კილა ბენზინის მისხმა, იმის მეტლახის იატაკზეც ტერორიზმია. გვახსოვს, რომ 11 სექტემბერს ჯერ ნგრევა მოყვა, მერე მოყვა 3000-მდე ადამიანი დაიღუპა. ანუ ალექსანდრეს ქმედება ბინ ლადენის ქმედებას გაუთანაბრეს და რა ვიცი, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი და მაგრამ ერთია, რომ ალექსანდრე არის კარგად, ერთი წიგნი უკვე დაწერა, ეხლა ამუშავებს მეორე წიგნის იდეას, წიგნებით ვამარაგებთ აქედან და მხნედ არის, რაც თავარია ოპტიმისტურად და ჯერა, რომ ძალიან მალე ყველაფერი შეიძრას ხრომათა დარბაზი ალეკოს სიტყვების. ხო, ძალიან ემოციური სიტყვა ქონდა და ხო, ტაშიც მოყვა, მე ვერ დავუყარი, მე ამ დროს ცოტა ის გაშეშება მემართება ეგ დროს და ტაში ვერ დავუყარი, მაგრამ მაინც გამაძევეს. ძალიან დიდი მადლობა ირინა კილოსანიძეს, ალეკო ელისაშვილის მეუღლეს უსმაზით თქვენ პირდაპირ ეთერში. თაზო დათუნაშვილს თხოვ ახლა რომ შეაფასოს. თაზო, რას გვეტყვით ამ გადაწყვეტილებაზე და მოსამართლის განაჩენს დაასწრო, აქეთ გადავინაცვლოთ, რომ ხელი არ შეუშალოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაასწრო ირაკლი კობახიძემ და ტერორისტად მონათლა ალეკო ელისაშვილი. ხო, ზოგადად მთელი ეს პროცესი და დღევანდელი განაჩენი არის კლასიკური და შემაძრწუნებლად ბინძური მაგალითი პოლიტიკური მართლმსაჯულების, იმისა, რომ საქართველოში მიტაცებულია კანონის უზენაესობის იდეა, იმაში, რომ საქართველოში მიტაცებული არის სასამართლო პროცესი და სამართლის ძიების პროცესი მთლიანად, შესაბამისად არავითარი აქ არ ყოფილა არავითარი რაიმე კონკრეტული დანაშაულის ფაქტობრივი განხილვა ამ დანაშაულის არსებობის საკითხი, არამედ აქ იყო აღსრულება ამოდენიმე თვის მანძილზე პაპუაშვილის თავის დროზე წინასწარ განცხადების და ალეკო ელისაშვილის შერაცხვის ტერორისტად და დღეს პრემიერ-მინისტრთა წოდებულმა გამყიდველმა დაადასტურა აგრეთვე, რომ ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება. მან პირდაპირ მოახდინა დღესაც ზეწოლა აი ამ ჯიბის მოსასამართლოზე, რომ ალეკო ელისაშვილისთვის დაეძახათ და დაერქმათ ტერორიზმი. ამიტომ არავის მოლოდინი არ ქონდა, რომ აქ მართლა რაიმეს გამოიძიებდნენ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რა ფაქტით შეიძლება მომხდარიყო აქ სასამართლოში, არამედ აქ გააფორმეს შალვა პაპუაშვილის, ირაკლი კობახიძის და სხვა მოღალატეების ჩამოყალიბებული მტრული პოზიცია, რომ ალეკო ელისაშვილი არის ვითომ ტერორისტი. ძალიან დიდი მადლობა. ალეკო ელისაშვილის შვილი, როგორც წესი, არ აკეთებს კომენტარს, თუმცა ალეკოს სიტყვებზე რას გვეტყვით? ბოლო სიტყვებზე თქვენი ოვაციები მოყვა ტაში, მან თქვა, რომ ბენიერია იმით, რომ თქვენ და მისი მამა ამაყობს მისით. რას ეთქვით ალეკოს, რას ეთქოდით? რავი, ხა მამა ჩემი რო ჩემით ამაყობს, ხა ეგ მაგას ორი აზრი არ ჭირდება და მართალი თქვა. თქვენც ამაყობთ როგორც რა თქმა უნდა, თავისთავად. მამა ჩემით რო არ ბუნებრივია, მძიმე არის ემოციური მდგომარეობა ალეკო ელისაშვილის ოჯახის წევრების და ქეთი თურაზაშვილს მის თანამებრძოლს გავესაუბრები. ქეთი, როგორ შეაფასებთ ამ გადაწყვეტილებას? ეს მოლოდინი თქვენ ყველას ჰქონდათ და კობახიძემაც პრინციპში განაჩენამდე რამდენიმე საათით ადრე თქვა, რომ ალეკო იყო ტერორისტი.
ცხადია, ჩვენ არ გქონია არანაირი დადებითი მოლოდინი, იმიტომ რომ ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილებებს იღებს ქართული ოცნების ჯიბის სასამართლო. ჯერ ვნახეთ, რომ ბრალი დაუმძიმდა ალეკო ელისაშვილის, შალვა პაპუაშვილის განცხადების შემდეგ და დღეს უკვე ვნახეთ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ გამოცხადებული 13 წლიანი განაჩენი. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ალეკო ელისაშვილი 13 წელი არ იქნება საპატიმროში, აუცილებლად აღდგება სამართლიანობა და აუცილებლად დადგება უკეთესობა ამ ქვეყანაში. მე მინდა ერთი რაღაც დავამატო აუცილებლად და საზოგადოებას მივმართო. ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო არსებობდეს ქვეყანაში. სანამ არ არის საქართველოში სამართლიანი სასამართლო, სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ სახელმწიფო გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა ქეთევან თურაზაშვილს უსმენდით. თქვენ პირდაპირ ეთერში ახლა მე გრიგოლ გეგელიასაც გავესაუბრები, თქვენ ალეკო ელისაშვილის ოჯახის ახლობლებს ხედავთ, რომლებიც ესწრებოდნენ დღეს სხდომაზე მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას, თუმცა ბუნებრივია მათი ემოციური მდგომარეობა ახლა ძალიან მძიმე. გრიგოლ, რას გვეტყვით? თქვენ სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას ადვოკატები ანონსებენ, აი ჩვენთან ერთად არის არჩილ ჩოპიკაშვილიც ისაუბრებს, თქვენ პოლიტიკური შეფასება გვინდა თქვენგან მოვისმენთ. მე ვფიქრობ ჩვენ ყველანი კიდევ ერთხელ ხედავთ აი წარმოუდგენელ განუკითხაობას ასტრიელებს ამ ქვეყანაში, ამ ქვეყანას აღარც ერთი ინსტიტუტი არ დარჩა, არც სასამართლო არ გააჩნია, არც მართლმსაჯულება, ეს ქვეყანა გადაიქცა ბიძინას ბოსტნად, სადაც ყველაფერი ხდება ისე როგორც ბიძინას სურს, ანუ ყველაფერი ხდება არასწორად, რუსულად, ქოცურად. აი დღეს შენ ნახეთ პირდაპირ პოლიტიკური დირექტივის აღსრულება, როდესაც პოლიტიკური დირექტივის კვალდაკვალ მოხდა ბრალის გადაკვალიფიცირება იმ გაუგონარი, არაპროპორციული არამასშტაბური მიმართულებით, რითაც მოხდა დღეს ალეკოსთვის ახლა 13 წლის მისჯა, სულეთ წარმოუდგენელი არის ეს, მაგრამ მე ვფიქრობ არც ერთ ნორმალურ ადამიანს აღარ უკვირს, იმიტომ ყველა ხედავს, რას დაამსგავსეს საქართველოს, რას საშინელ საცოდავ მდგომარეობაში ჩააგდეს ჩვენი ქვეყანა და მე ერთადერთი იმ ადამიანებს მინდა მიმართო, ვინც ჯერ კიდევ შეიძლება ქართული ოცნების ხარეს იყოს. უბრალოდ სიცხვილის განცდა არ გიჩნდება, როდესაც ამას უყურებთ. ვერ ხედავთ, რას დაემსგავსა ჩვენი ქვეყანა, როგორ წუმპეში და ჭაობში ჩავქმლეს. აი ამის განცდა არ გააქვთ. თქვენი შვილები გინდათ, რომ აი ესეთ ქვეყანაში ცხოვრობდეს, რაც 13 წელი მიეშება ადამიანს აი ესე არაპროპორციულად აი ამ აქტის გამო. აი ამაზე მინდა დაფიქრდეს ყველა ქართველი. და უბრალოდ საკუთარ თავს კითხოს, ასეთ ქვეყანაში რამე ნორმალური გაიხარებს, პოლიტიკა გვერდით იყოს. თქვენ და თქვენი შვილები შეძლებთ, რომ აქ ადეკვატურად იცხოვროთ? აი ამას უნდა გავდეს საქართველოს ამდენ წლიანი თავისუფლების ბრძოლის შემდეგ. ყველამ გასცეს ამას თავის პასუხი. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა გრიგოლ გეგელიას, ჩვენ ალეკო ელისაშვილის ოჯახის წევრებსაც გავესაუბრებით. რას გვეტყვით თქვენ, რაც ნახეთ, რაც მოისმინეთ ამ თვეების განმავლობაში აი ამ საქმეზე და ამ გადაწყვეტილებაზე? რა უნდა გითხრათ, ზოგადად ჩვენ უყურებთ ჩვენი ქვეყნის დეგრადაციას, ჩვენი ქვეყნის გაუბედურებას, იმიტომ რომ დღეს ციხეში სხედან ადამიანები, ვისაც ქვეყანა ძალიან უყვართ. აი მართლა არანორმალურად უყვარს ალექსანდრეს თავისი ქვეყანა, ჩვენ ამას სულ ამბობდა, თავის ქცევებში ავლენდა, ყველაფერში ომში წავიდა და ასე შემდეგ, ანუ ძალიან არანორმალურად თავის ქვეყანა უყვარდა. ნამდვილად ალექსანდრეს ადგილი ციხეში არ არის. ეს არის გამაოგნებელი ზოგადად, რაც ჩვენს თავს ხდება და ზოგადად მე ყველაზე მეტად გული შემტკივა მის შვილებზე, იმიტომ რომ მათ ეხა დღეს მამა ძალიან ჭირდებათ, თან ალექსანდრე ძალიან კარგი მამა, ყოველთვის თავის შვილების გვერდზე იყო და მე ერთადერთი ამაზე ვნერვიულობ ეხლა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ალექსანდრე ციხეში ბევრად უკეთესი მამა იქნება, ვიდრე ეს მოსამართლეები არიან თავის შვილებისთვის, რომლებიც საშინელ მაგალითს აძლევენ თავის შვილებს, როგორ შეიძლება გაიყიდო, როგორ შეიძლება გაწირო შენი ქვეყანა. ძალიან დიდი მადლობა, გამძლეობას გისურვებთ ყველას. ბატონო არჩილ, სამართლებრივი შეფასება გვინდა თქვენსგან მოვისმინოთ, თქვენ ძახთით, რომ ეს არ იყო ტერორიზმის მცდელობა და უნდა გადაკვალიფიცირებული იყო. აპირებთ თუ არა გაასაჩივროთ ქვეყნის შიგნით და შემდეგ ევროსასამართლოში? სამართლებრივი შეფასება დღევანდელი განაჩენის არის ის, რომ სამართლებრივად მინიმალური დასაბუთებაც კი არა აქვს ამ გადაწყვეტილებას და არ შეიძლებოდა ქონოდა სამართლებრივი დასაბუთება. ბუნებრივია გავაგრძელებთ შესაბამისი სამართლებრივი საშუალებების გამოყენებას იმისათვის, რომ ელისაშვილის სამართლებრივი ინტერესები იყოს დაცული, შევიტანთ შესაბამის საჩივარს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში და როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს. მოლოდინი რა თქმა უნდა გქონდა იმის, რომ ეს პოლიტიკური პატიმრობა ერთი განაჩენით და ერთ დღეში, ერთ წუთში არ დასრულდებოდა და ვერ დასრულდებოდა, ამას დაჭირდება შემდგომი ინაბიჯები, შემდგომი აქტიურობა და აუცილებლად ყველა შესაბამისი ღონისძიება ჩვენგან იქნება გატარებული, რათა ეს უკანონო და უსამართლო პოლიტიკური პატიმრობა დროულად დასრულდეს.
მადლობა არჩილ ჩოფიკაშვილს, ალიკო ელისაშვილის ადვოკატს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში, ვიდრე ჩვენ მოგასმაინებთ სახელმწიფო ბრალდების პოზიციას. მოვისმინოთ ირაკლი ყობახიძის განცხადება, ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა განაჩენამდე, მოსამართლის განაჩენამდე ისაუბრა ალიკო ელისაშვილთან დაკავშირებით და ის პრაქტიკულად ტერორისტად მონათლა. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რა პოზიცია აქვს ყობახიძეს ალიკო ელისაშვილის საქმეზე. მე ვიცი ის, რაც ყველა მიცით, ხო? ეს ადამიანი შევიდა კონკრეტულ სახელმწიფო შენობაში და სადა მისი დაწვა. ხა აქ საუბარი როა იმაზე, რომ თითქოს ადამიანი უდანაშაულო და შემდეგ ეს არის უმძიმესი დანაშაული და ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ აგენტურის სახეს, ხო? ისიც ხო ერთ-ერთი წარმომადგენელია ამ კოლექტიური ძალის. ეს ყველაფერი აჩვენებს აგენტურის სახეს და აჩვენებს რას? როდესაც ეს ადამიანები აგენტურა ელისაშვილის ამქმედებას აცხადებენ, ასე ვთქვათ, არადანაშაულებრივ ქმედებად, ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანად ამ აგენტურის განწყობა, დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ არის ტერორისტული. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება, ამისათვის ბოლომდეა მისაყვანე ყველა ის სამართლებრივი პროცესი, რომელიც არის საწყობილი. ახლა საქმის პროკურორი გააკეთებს განცხადება, საინტერესოა რა სიტყვის ის ამ განაჩენთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვიცით მოსამართლეს ჰქონდა თუ არა დასაბუთება იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც გამოაცხადა, მოვისმინოთ პროკურორის განცხადება. გავუტანთ, ხარ თუ არა კმაყოფილი გადაწყვეტილება? წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევით დავადასტურეთ გონიურულობის მიღმა სტანდარტით ის, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა. სასამართლომ განმარტა ის, რომ გაიზიარა სწორედ ბრალდების ხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც იყო უტყუარი, თანმიმდევრული, ისაუბრა უშუალოდ საქმეში არსებულ ვიდეო ჩანაწერზე, რომელშიც ნათლად იყო აღწერილი ბრალდებულის ყველა მოქმედება, ასევე ისაუბრა, რა თქმა უნდა, ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებზე, რომლებიც იყო ასევე თანმიმდევრული და სრულად აღადგენდა ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ბრალწარდგენილი ქმედების ჩადენის თითოეულ სურათს, ასევე სასამართლომ შეაფასა ის, რომ ბრალდებულის ქმედება ცალსახადად იყო ტერორისტული აქტის მცდელობა და მას გააჩნდა ტერორისტული მიზანი და ამ შემთხვევაში ეს იყო სწორედ სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია, რაც ნათლად და მკაფიოდ იყო გამოკვეთილი. ასევე მოსამართლემ ისაუბრა სასჯელთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სასჯელი, რომელიც მას განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, იყო რელევანტური მის ქმედებასთან, ასევე მინიმუმთან დაკავშირებით ისაუბრა იმ კონტექსტში, რომ ბრალდებულმა ვინაიდან აღნიშნულ სხდომაზე მისი განმარტებებით, ასევე ქცევით, ასევე არც ერთ ეტაპზე ქმედების არაღიარებით და მონანიების ასე ვთქვათ არ ქონით, ფაქტობრივად ვერ დაიმსახურა ის, რომ მინიმუმი ყოფილიყო მის მიმართ განსაზღვრული სასჯელი. მადლობა ანი ხუბეჯაშვილს უსმენთ, როგორც მოისმინეთ, მოსალოდნელი იყო პროკურატურა კმაყოფილია გადაწყვეტილებით და თურმე მოსამართლეს უთქვამს, რომ ალეკო ელისაშვილი რადგან არ ინანიებდა წარდგენილ ბრალდებას, მინიმუმი ამიტომ არ შეეფარდა მას და ამიტომ განსაზღვრა სასამართლომ 13 წელი. ელისაშვილი ამბობს, რომ ის არაფერს არ ნანობს, ის ფიქრობს, რომ ფურთხის ღირსი არის რეჟიმი, რომელსაც წარმოადგენს ქართული ოცნება და ფურთხის ღირსი არის სასამართლო, რომელმაც დღეს 13 წლით გაუშვა პატიმრობაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.